ჩვენს გარშემო ასობით მილიარდი ვარსკვლავია. მათ ყველა მიმართულებით ვხედავთ. სადაც კი ჩვენს უმძლავრეს ტელესკოპებს თვალი მიუწვდებათ. მიუხედავად ამისა, უკიდეგანო სამყაროში ჩვენ სრულიად მარტო ვართ. მზის შემდეგ დედამიწასთან ყველაზე ახლო ვარსკვლავი პროქსიმა კენტავრია. ჩვენ შეგვიძლია მისი დანახვა, მისი გაზომვა, მისი მასის, ტემპერატურისა და მანძილის გამოთვლა. თუმცა მასთან მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენსა და ვარსკვლავებს შორის მხოლოდ სიცარიელე კი არა, თავად სივრცე-დროის სტრუქტურა, უხილავი ზღუდეა. ზღუდე, რომელიც სამყაროს დასაბამიდან არსებობს. ამ ვიდეოში სწორედ ამ ბარიერზე ვისაუბრებთ. ბარიერზე, რომელსაც თავად დრო აკონტროლებს და რომლის გადალახვაც შესაძლოა ვერასდროს შევძლოთ. გამარჯობა. მე ვახო ვარ და ეს სივრცე-დროა. აქვე უცებ შეგახსენებ, რომ ვიდეო აუცილებლად უნდა დაალაიქო. კომენტარიც დაწერო და არხიც გამოიწერო. ეს ბარიერი სულ ახლოს იწყება. მზე დედამიწიდან 150 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული, რაც სინათლის ენაზე 8 წუთს ნიშნავს. უფრო სწორად 8 წუთსა და 20 წამს. სინათლე, რომელსაც ახლა ხედავ, მზის ზედაპირიდან 8 წუთისა და 20 წამის წინ წამოვიდა. მან ჩვენს შორის არსებული კოლოსალური მანძილი წამში 300,000 კილომეტრის სიჩქარით გაიარა და შენს თვალებამდე მოაღწია. მზე, რომელსაც ხედავ, არ არის ისეთი, როგორიც ის ახლაა. შენ მას ისეც ხედავ, როგორიც ის 8 წუთის წინ იყო. მზე უცებ რომ გაქრეს, შენ ამას 8 წუთის განმავლობაში ვერ გაიგებ. ცა კვლავ კაშკაშა იქნებოდა. აი, ასეთია უახლოესი ვარსკვლავი. ჩვენ მასაც კი ვერ ხედავთ აწმყო დროში. კოსმოსური ხომალდი Voyager 1, რომელიც 1977 წელს გაუშვეს და ახლა უკვე თითქმის გასცდა მზის სისტემას, ჩვენგან 1 სინათლის დღის სავალზეა. როდესაც მისგან სიგნალს ვიღებთ, ის 1 დღით დაგვიანებულია. ჩვენ წარსულს ვესაუბრებით. Voyager-ის მიღმა კი ეს უფსკრული კიდევ უფრო იზრდება. მზის გრავიტაციული გავლენის რეალური საზღვარი შესაძლოა 1 სინათლის წელზე მეტ მანძილზე ვრცელდებოდეს. ამ ზღვარს მიღმა მანძილები კილომეტრების ნაცვლად უკვე სინათლის წლებით იზომება. თუ ფიქრობ, რომ უახლოეს ვარსკვლავთან მიღწევა მხოლოდ სიჩქარის საკითხია, მალე მიხვდები, რომ ძალიან ცდები. პროქსიმა კენტავრი, მზის შემდეგ უახლოესი ვარსკვლავი, დედამიწიდან 4,3 სინათლის წლითაა დაშორებული. კილომეტრებში ეს დაახლოებით 40 ტრილიონია. იქამდე მანქანით, შეუჩერებლად 100 კილომეტр/საათის სიჩქარით რომ გემოგზაურა, იქამდე მისაღწევად 45 მილიონი წელი დაგჭირდებოდა. კაცობრიობის მიერ შექმნილი ყველაზე სწრაფი ზონდის, NASA-ს პარკერის სიჩქარე თითქმის 700,000 კილომეტრია საათში. თუმცა ამ სიჩქარითაც კი პროქსიმა კენტავრამდე მისასვლელად 7,000 წელია საჭირო. სინათლის სიჩქარითაც კი, რაც ფიზიკის კანონებით შეუძლებელია, მგზავრობას 4,3 წელი დასჭირდებოდა. თქვენ ვეღარასდროს დაბრუნდებოდით იმ სამყაროში, რომელიც დატოვეთ, რადგან ძალიან სწრაფი მოძრაობა დროში მოგზაურობას ნიშნავს. ვარსკვლავთშორისი სივრცე სრული სიცარიელეა. იქ არც პლანეტები და არც ასტეროიდებია. ეს არის ვაკუუმი. იმაზე ცარიელი, ვიდრე დედამიწაზე შეგვიძლია შევქმნათ. მზესა და პროქსიმა კენტავრს შორის რომ აღმოჩენილიყავი, იქიდან ორივე მნათობი მხოლოდ შორეულ, მკრთალ წერტილად გამოჩნდებოდა. გარშემო კი ისეთი სიბნელეა, რომლის მსგავსიც ადამიანურ გამოცდილებაში არ არსებობს. ეს არის ნამდვილი იზოლაცია. და ამ დროს მხოლოდ და მხოლოდ უახლოეს ვარსკვლავზე ვსაუბრობთ. ვარსკვლავები, რომლებსაც ღამით ხედავ, ასეულობით და ათასეულობით სინათლის წლითაა ჩვენგან დაშორებული. როდესაც დიდი დათვის თანავარსკვლავედს უყურებ, შენ ხედავ სინათლეს, რომელმაც ეს მნათობები საუკუნეების წინ დატოვა. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა მკვდარიც გია. თუმცა მათი სინათლე მაინც მოგზაურობს. ისინი ღამის აჩრდილები არიან. ჩვენი გალაქტიკა, ირმის ნახტომი 100,000 სინათლის წლის სიგანისაა. სინათლეს, რომელიც წამში 300,000 კილომეტრს ფარავს, ჩვენი გალაქტიკის გადასაკვეთად 100,000 წელი სჭირდება. ეს მოგზაურობა მაშინ რომ დაწყებულიყო, როცა პირველი ადამიანები ჯერ კიდევ აფრიკაში ცხოვრობდნენ, ენისა და ხელოვნების გაჩენამდე, ის ჯერ კიდევ ვერ მიაღწევდა მეორე მხარეს. 100,000 წელი დაახლოებით 1250 ადამიანის სიცოცხლეა. ანუ 4,000 თაობა.
Voyager-ის სიჩქარით კი ირმის ნახტომის გადაკვეთას 1,7 წელი დასჭირდებოდა. 1,7 მილიარდი წლის წინ დედამიწაზე მხოლოდ ერთუჯრედიანი ორგანიზმები არსებობდნენ. არც მცენარეები, არც ცხოველები, არც დინოზავრები. აი რამხელა დროა საჭირო ერთი გალაქტიკის გადასალახად. სამყაროში კი დაახლოებით 2 ტრილიონი გალაქტიკაა. ჩვენი გალაქტიკის ცენტრიდან დაახლოებით 27,000 სინათლის წლით ვართ დაშორებული. სინათლემ, რომელსაც გალაქტიკის გულიდან ვხედავთ, მოგზაურობა მაშინ დაიწყო, როცა ადამიანები ბოლო გამყინვარების ხანაში ცხოვრობდნენ. მას შემდეგ კაცობრიობის ცივილიზაციები აღმოცენდნენ და დაეცნენ. იმპერიები აღზევდნენ და განადგურდნენ. უამრავი ენა შეიქმნა და მოკვდა. მაგრამ კოსმოსური მასშტაბით გალაქტიკის ცენტრი მაინც ახლო მანძილად ითვლება. ირმის ნახტომში 200-დან 400 მილიარდამდე ვარსკვლავია და თითოეული მათგანი მეზობლისგან სინათლის წლებითაა დაშორებული. ჩვენ მიჯაჭვულნი ვართ გალაქტიკის ჩვენს კუთხეს, არა მხოლოდ მანძილით, არამედ დროითა და თავად სინათლის სიჩქარის ზღვარით. თუმცა თუ ფიქრობ, რომ ვარსკვლავთშორისი სივრცე დიდი ბარიერი იყო, ახლა ვნახავთ სინამდვილეში რა არის ნამდვილი სიცარიელე. ნახსენები 2 ტრილიონი სხვა გალაქტიკიდან ჩვენთან უახლოესი, ანდრომედას გალაქტიკა 2,500,000 სინათლის წლითაა დაშორებული. უახლოესი 2,5 მილიონი სინათლის წლით. სინათლემ 300,000 კილომეტრი წამში სიჩქარით 2,500,000 წელი უნდა იაროს, რომ იქამდე მივიდეს. და ეს უახლოესი გალაქტიკაა. მისმა სინათლემ, რომელსაც ახლა ვხედავთ, თავისი გზა მაშინ დაიწყო, როცა დედამიწაზე ჩვენი გვარის პირველი წარმომადგენლები გამოჩნდნენ. ცეცხლის დამორჩილებამდე და ენის ჩამოყალიბებამდე ბევრად ადრე. Voyager-ის სიჩქარით იქამდე მისასვლელად 43 მილიარდი წელია საჭირო. 3-ჯერ მეტი ვიდრე თავად სამყაროს ასაკია. გალაქტიკად შორისი სივრცე კი იმაზე ცარიელია, ვიდრე წარმოდგენა შეგიძლიათ. ირმის ნახტომსა და ანდრომედას შორის შუაგულში აბსოლუტური წვდიადია. იქიდან ორივე გალაქტიკა ცაზე ძალიან მცირე, მკრთალ ლაქად გამოჩნდებოდა. წარმოიდგინე, შენგან უახლოესი ვარსკვლავი მილიონი სინათლის წლის მანძილზეა. არავინ იქნებოდა შენი ხმის გამგონი. აი, ეს არის ნამდვილი იზოლაცია. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. არსებობს ისეთი ადგილებიც, სადაც სამყაროს თითქოს არსებობა დაავიწყდა. ერთ-ერთი ასეთი ადგილია ბოოტესის სიცარიელე. იგივე ბოოტეს ვოიდი. ქართულად მენახირის სიცარიელე. სამყაროს ეს რეგიონი იმდენად უზარმაზარი და უსიცოცხლოა, რომ ასტრონომები მას უბრალოდ დიად არაფერს უწოდებენ. ეს რეგიონი ჩვენგან დაახლოებით 700 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. მენახირის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს. ის 320 მილიონი სინათლის წლის სიგანის სრული სიცარიელეა. წარმოიდგინე, სინათლემ, რომელიც ერთ წამში 300,000 კილომეტრს ფარავს. 320 მილიონი წელი უნდა იმოძრაოს, რომ ამ სიცარიელის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში აღმოჩნდეს. შედარებისთვის, ჩვენი 200 მილიარდ ვარსკვლავიანი გალაქტიკის სიგანე მხოლოდ 100,000 სინათლის წელია. სიგიჟეა. ბოოტეს ვოიდი 3300 ასეთ გალაქტიკას დაიტევდა. იქ კი სრული სიცარიელეა. ასტრონომებმა ეს ფენომენი 1980-იან წლებში სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს, როდესაც ცაზე გალაქტიკების განაწილების რუკას ადგენდნენ. იქ, სადაც უთვალავ მანათობელ წერტილს ელოდნენ, მხოლოდ სიცარიელე დახვდათ. იმდენად ვრცელი სიცარიელე, რომ მან სამყაროს სტრუქტურის შესახებ ჩვენი წარმოდგენა ეჭქვეშ დააყენა. როგორც ვიცით, სამყარო კოსმოსური ქსელით, სივრცე დროითაა ნაქსოვი. სივრცეში გადაჭიმული გალაქტიკების გროვებით, იგივე ფილამენტებით, რომლებსაც ბნელი სიცარიელეები ყოფს. თუმცა ამ უფსკრულებს შორისაც კი ბოოტეს ვოიდი განსაკუთრებულია. იგი ტიპურ კოსმოსურ ნაპრალებზე გაცილებით დიდია. მის ცენტრში რომ აღმოჩენილიყავით, ასობით მილიონი სინათლის წლის მანძილზე ნებისმიერი მიმართულებით რომ გემოგზაურათ, არც ერთი გალაქტიკა არ შეხვდებოდათ. წარმოიდგინეთ თავი ამ წვდიადში, არც ვარსკვლავები, არც გალაქტიკები, სრული უკუნი.
უახლოეს სინათლეს თქვენამდე მოსაღწევად ასობით მილიონი წელი დასჭირდებოდა. აქ კოსმოსური მიკროტალღური ფონიც კი, დიდი აფეთქების შემდეგ შემორჩენილი ნათება, ბევრად უფრო მკრთალად ჩანს. როგორ და საიდან გაჩნდა ეს უკიდეგანო სიცარიელე? მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მენახირის სიცარიელე სამყაროს გაფართოებისას ბუნებრივად ჩამოყალიბდა, როგორც გრავიტაციისა და ბნელი ენერგიის ურთიერთქმედების შედეგი. სხვა მეცნიერები კი უფრო უჩვეულო ვერსიას ემხრობიან. ბოოტეს ვოიდი შესაძლოა არა ერთი მთლიანი რეგიონი, არამედ რამდენიმე მცირე სიცარიელის შერწყმის შედეგად გაჩენილი კოსმოსური უდაბნოა. არსებობს კიდევ უფრო თამამი თეორიებიც. ზოგიერთი ფიზიკოსის ვარაუდით, მსგავსი რეგიონები შესაძლოა კოსმოსური შეჯახებების იარები იყოს. ანუ კვალი იმ ადგილისა, სადაც ოდესღაც სხვა სამყარო ჩვენსას შეეხო. ეს უკიდეგანო სიცარიელე იმდენად თავისი ზომით კი არ არის დამთრგუნველი, არამედ იმით, რასაც ის განასახიერებს. შეხსენებას, რომ სამყაროს უდიდესი ნაწილი არა ვარსკვლავები და galaktikები, არამედ სწორედ სიცარიელეა. სინათლის ყოველი გროვის მიღმა წყდიადის უზარმაზარი ოკეანეებია. ამ სინათლის ცენტრში მყოფი ირგვლივ ვერცერთ ვარსკვლავს ვერ დაინახავდი, ყოველი მიმართულებით მხოლოდ აბსოლუტურ სიბნელეს. და ალბათ დიდხანს ლოდინის შემდეგ სადღაც შორს შეამჩნევდით galaktikis მკრთალ ციმციმს. მარტოხელა ნაპერწკალს მარადიულ ღამეში. ამ სიჩუმეში არაფრით გარემოცული სამყარო მართლაც უსასრულოდ მოგეჩვენებოდათ. ამერიკელი ასტროფიზიკოსი გრეგორი ალდერინგი ხუმრობდა, რომ ჩვენი galaktika, ირმის ნახტომი, ბოოტესის სიცარიელის ცენტრში რომ ყოფილიყო, ჩვენ 1960-იან წლებამდე ვერც კი გავიგებდით სხვა galaktikების არსებობის შესახებ. სამყარო სავსეა ადგილებით, რომელთა დანახვა შეგვიძლია, მაგრამ მიღწევა არასდროს. რაც უფრო შორს ვიყურებით, მით უფრო ვრწმუნდებით ამაში. დღესდღეობით ხილული სამყაროს ზომა 93 მილიარდი სინათლის წელია. თავად სამყარო კი 13.8 მილიარდი წლისაა და დიდი აფეთქების შემდეგ მუდმივად ფართოვდება. აქ ჩნდება კითხვა, თუ სამყაროს ასაკი მხოლოდ 13.8 მილიარდი წელია, ანუ ყველაზე ძველი სინათლე, რაც დიდი აფეთქების შემდეგ მივიღეთ, 13.8 მილიარდი წლისაა, როგორ შეიძლება თავად სამყარო 93 მილიარდი სინათლის წლის სიგანის იყოს? პასუხი მარტივია. სამყარო ფართოვდება. ამ დროის განმავლობაში სამყარო გაფართოვდა. სივრცე galaktikებს შორის გაიწელა, რის გამოც galaktika, რომელიც მაშინ ჩვენგან გარკვეულ მანძილზე იყო, ახლა გაცილებით შორსაა. მაგალითად, TON 618, სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მასიური შავი ხვრელი, დაახლოებით 18 მილიარდი სინათლის წლითაა ჩვენგან დაშორებული. თუმცა მისმა სინათლემ ჩვენამდე მოსაღწევად დაახლოებით 10 მილიარდი წელი იმოგზაურა. ის, რაც ჩვენ TON 618-ს გვაშორებს, 10 მილიარდი წლის მიუწვდომელი აწმყოა. და ყველაზე დამთრგუნველი ისაა, რომ არსებობენ galaktikები, რომელთა სინათლე დედამიწამდე ვეღარასდროს მოაღწევს, რადგან შორ მანძილებზე სივრცე სინათლის სიჩქარეზე სწრაფად ფართოვდება. შესაძლოა სიცოცხლეც არსებობს, მაგრამ ჩვენ მათ ვერასდროს ვნახავთ. ჩვენ თავად სივრცე-დროის სტრუქტურით ვართ იზოლირებული. ერთი სინათლის წელი 9 ტრილიონ 460 მილიარდი კილომეტრია, თუმცა ის ასევე დროის ერთეულიცაა. დაშორების საზომი და იმის მაჩვენებელი, თუ რამდენად მარტოსულები ვართ უკიდეგანო სამყაროში. ადამიანის გონება ასეთ მასშტაბებს უბრალოდ ვერ აღიქვამს. არ არსებობს მეტაფორა, რომელიც სინათლის წელს რეალურად გვაგრძნობინებს. სამყარო იმ მასშტაბებით მუშაობს, რომელთა გაგებაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. თუ კი როგორმე სხვა galaktikაში მოგზაურობას შეძლებდი, რეალურად იქ სრულიად მარტო ჩახვიდოდი. ყველა ადამიანი, ვისაც იცნობდი, მილიონობით წლის წინ გარდაცვლილი იქნებოდა. ცივილიზაცია, რომელიც დატოვე, ან უძველეს ისტორიად იქცეოდა, ან საერთოდ დავიწყებას მიეცემოდა. დროს უკან ვერ დააბრუნებ. სწორედ ამიტომაა ვარსკვლავები მიუწვდომელი. მანძილი არ ზომავს მხოლოდ სივრცეს. ის ზომავს ყველაფერს, რასაც მასში მოგზაურობისას კარგავ. მხოლოდ ერთი სინათლის წელიც კი კოლოსალურ მანძილს ნიშნავს. ნიშნავს დროს, რომელსაც ვერასდროს დაიბრუნებ.
ყოველი ფოტონი, რომელიც დღეს თქვენს თვალს ხვდება, სივრცე დროში იმისთვის მოგზაურობდა, რომ ჩვენთვის ეჩვენებინა ის ადგილები, რომლებიც წარსულს ჩაბარდა და დღეს უკვე აღარ არსებობენ. თუ აქამდე მოხვედი, ესე იგი ვიდეო მოგეწონა. თუ მოგეწონა ვიდეო, უნდა დაალაიქო, კომენტარიც დაწერო და არხიც გამოიწერო. დროებით, შევხვდებით მომავალ სივრცე დროში.